ზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ტყის ხანძრების რისკი, განსაკუთრებით კი ტურისტულად დატვირთულ და მაღალი ტემპერატურის მქონე რეგიონებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის საინფორმაციო გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებას. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 350 ლოკაციაზე განთავსდება ბანერი დაიცავი ტყეში ქცევის წესები, რომელიც QR კოდის საშუალებით მოქალაქეებსა და ტურისტებს უსაფრთხოების წესებს გააცნობს. რამდენად ეფექტიანია მსგავსი საინფორმაციო კამპანიები? ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. მოგესალმებით დათა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და თემის დაინტერესებისთვის. ნამდვილად აქტუალური საკითხია. როდის არის ყველაზე აქტიური პერიოდი? აი, როდიდან იწყება ხოლმე? ივნისიდან, ივლისის შუა რიცხვებიდან, როდესაც ტემპერატურა უფრო იმატებს თუ არ აქვს უკვე ამას მნიშვნელობა, რადგან მაინც ხალხი უკვე გასვლას იწყებს ზაფხულის დადგომასთან ერთად. პიკნიკებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ხანძარსაშიშ პერიოდები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავდება, თუმცა პრაქტიკულად უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან აქტიური, ესე ვთქვათ, ხუნვარე მზის გამო, ნიადაგის გამოჩრობის გამო საკმაოდ იზრდება ხანძრის გაჩენის რისკი. მათ შორის იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა და უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პრაქტიკით, არსებული ინფორმაციის ანალიზის და სტატისტიკის მიხედვით ხანძრების უმეტესი ნაწილი 90%-ზე მეტი გამოწვეულია ადამიანის მიზეზით, ანთროპოგენური, ესე ვთქვათ, მიზეზის შედეგად დაუდევრობით უმეტეს შემთხვევაში. შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ტყეში, ესე ვთქვათ, სტუმრების გადაადგილება პირდაპირ კავშირშია ხანძრების რისკების მატებასთან. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო იღებს გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, მათ შორის ვანთავსებთ ჩვენ ამ კონკრეტულად რაც თქვენ აღნიშნეთ ბანერებს, სადაც არის, ესე ვთქვათ, ქცევის წესები დატანილი თუ როგორ უნდა მოიქცეს ტყეში მისული ვიზიტორი, მათ შორის კოცონის განთებისას და რა უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ მან არ მიაყენოს ის ძალიან დიდი ზიანი, რასაც ტყის ხანძრები იწვევს. და აი, რა არის ის წესები, რომელიც აუცილებლად დასაცველია და რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი დაუდევრობით თან სტატისტიკური მონაცემები, რაც თქვენ ახსენეთ, პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია დაუდევრობის, რომ კიდე ჩვენც არ მივემატოთ ამ სტატისტიკურ მონაცემებს. თან ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცირედმა უყურადღებობამაც კი წარსულში შესაძლოა ეს არ ყოფილიყო დიდ რისკებთან დაკავშირებული და მცირე ხანძარი ყოფილიყო, თუმცა ამ ჩვენი კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ზოგადად გლობალური კლიმატის გათვალისწინებით და კლიმატის ცვლილების ფონზე მინიმალურმა უყურადღებობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი შეუქცევადი პროცესები, რასაც ესე ვთქვათ, დიდ ფართობზე ტყის ხანძარი ჰქვია, რასაც მოყვება შემდეგ ნიადაგის დეგრადირება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და ძალიან რთული პროცესი, რასაც შესაძლოა 10 წლეულები და ხშირ შემთხვევაში საუკუნეებით კი დაჭირდეს, რომ ბუნებრივად დაბრუნდეს. ქცევის წესები კი ძალიან მარტივია, ანუ ჩვენს მიერ დაანთებულ კოცონს უნდა მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება, მათ შორის არ უნდა დავანთოთ კოცონი, სადაც ხის ვარჯია, ხისგან და საწვავი აალებადი მასალებისგან მინიმუმ 3 მეტრით უნდა იყოს ეს კოცონის ტერიტორია მოშორებული და ისეთი ქცევის წესები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურადაც ჩდება და ყველა შეუძლია მიღწეს. მთავარი აქ არის ყურადღება, მაქსიმალური ყურადღება, ასევე ყურადღება შემდგომში პიკნიკის შემდეგ თუ კოცონის დანთობის შემდგომ დაკვირვება, რომ ცეცხლი ნამდვილად ჩამქრალია, ხშირ შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში წყალით უნდა დაესხას, რომ მინიმალურმა აკვარცხალმაც კი შესაძლოა, როგორც ვთქვით, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს. შესაბამისად, თითოეული მოქალაქის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა და ვერჩი დგომა აუცილებელია. აი, დათა, თქვენ მინიშნება გააკეთეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ყველას გასაგონად, რა შედეგებს იწვევს, რა კატასტროფულ შედეგებთან მივყავართ ხანძარი, როდესაც ჩნდება და რამდენად რთულია შემდეგ უკვე აღდგენა და დაბრუნება იმ წერტილთან, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. აი, რა პროცესებს გამოიწვევს და რამდენად შესაძლებელია, ესეც რო დავსვათ კითხვა, საერთოდ შესაძლებელია თუ არა პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს ის ტერიტორია ხანძრის შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მაგალითები საქართველოს ტყეებში, უნიკალურ ტყეებში, უნიკალურ, ესე ვთქვათ, რეკრეაციულ ტყეებში, ეს ხანძრის მაგალითები მართლაც, ესე ვთქვათ, ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორიებზე, დაბის მიმდებარედ
სადაც 100 ჰექტარი დაიწვა, განადგურდა და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ ნახანძრალი ფართობების აღდგენას და საბედნიეროდ გვაქვს დადებითი შედეგები, ბუნებრივ პროცესს რომ დაუბრუნდეს და ბუნებრივი ტყე ჩამოყალიბდეს, რაც ასე ვთქვათ, მანამდე იყო, ამას მართლაც საუკუნეები სჭირდება. იქ სახეობათა ცვლები მიმდინარეობს, თავდაპირველად სხვა სახეობა მოდის და ეს ბუნებრივი პროცესია, რაც თქმა უნდა ნახანძრალზე წამოსვლა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ნიადაგის საფარიც კი იმ დონეზე ზიანდება, რომ თვითონ იმ სახეობებსაც თავიდან ნიადაგის წარმომქმნელი სახეობები უნდა დაირგოს, ასე ვთქვათ, და ძალიან რთული პროცედურებია. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ტყის აღდგენა გაჩენების ღონისძიებები, შესაბამისად საერთო ჯამში, როგორც ადამიანური რესურსი, ასევე ფინანსური რესურსი და რაც ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანია დროის რესურსი, რომელსაც ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება და შესაბამისად კიდევ ვიმეორებ და მადლობა თქვენ, რომ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ. მცირედმა ასეთმა დაუდევრობამაც კი შეიძლება მიგვიყვანოს იმ ძალიან რთულ შედეგებამდე, რისი პრაქტიკული მაგალითებიც გვაქვს და წელსაც, ასე ვთქვათ, მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ აღვადგინოთ ის ნახანძრალი ფართობები და ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ პროცესების განხორციელება. მაგალითად, თუ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა დაინახეს, რომ არის უყურადღებოდ დატოვებული კოცონი ტყეში და ზუსტად ხდება იდენტიფიცირება ადამიანების, რომლებმაც დაუდევარი საქციელი ჩაიდინეს, ასე ვთქვათ. ეს ექვემდებარება დაჯარიმებას, როგორც ვიცით, ხომ? არის გათვალისწინებული ჯარიმა. რამდენია ეს ჯარიმა, კიდევ ერთხელ ესეც რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და რამდენად რთულია იდენტიფიცირება ასეთი ადამიანების? ალბათ რთული იქნება. შესაბამის სატყეო უბნებზე, სადაც მაღალია ხანძრის რისკი, ჩვენ გვაქვს ტყის მართვის გეგმები, სადაც არის იდენტიფიცირებული ფართობები, სადაც ხანძარსაშიში ზონები და უბნებია. ასევე ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად შიდა რესურსებით ანახავს ტყის ხანძრების მართვის გეგმას. მართვის გეგმაში ასახულია გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, მითითებები, გაიდლაინი თუ როგორ უნდა განახორციელოს კონკრეტულმა რეგიონმა, რეგიონში სატყეომ, ესა თუ ის მონიტორინგი, მათ შორის პატრულირების კუთხით, მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, საინფორმაციო კამპანიების გამართვის კუთხით და ეს ყველაფერი მიმდინარეობს ამ ტყის ხანძრების მართვის გეგმის მიხედვით. თქვენაც ბრძანეთ, სწორად აღნიშნეთ, რომ ტყეში ცეცხლის განთება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც ესე ვთქვათ, აქანია საცეცხლურია და ამ აღნიშნულ საცეცხლურში არის შესაძლებელი დანთება. ხოლო თუ ისეთ მონაკვეთში იქნება დანთებული ცეცხლი, სადაც წარსულში ესე ვთქვათ, არის ნაცეცხლური ეტყობა, აქ საცეცხლურია, ასე ვთქვათ, ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, შესაბამის სანქციებს, თუ პირი იქნება იდენტიფიცირებული. 300 ლარია, ესე ვთქვათ, სანქცია ისეთ მონაკვეთში ცეცხლის დანთების შედეგად, სადაც არ არის დაშვებული ცეცხლის დანთება. ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის ხანძრის გაჩენის შემთხვევა, ამაში რა თქმა უნდა უკვე შემდეგ შესაბამისი სამსახურებით ერთვებიან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, შესაძლოა თუ ზიანმა მიაყენა შესაბამის თანხა, სისხლის სამართლის დანაშაულსაც ქონეს ადგილი, შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო თითოეული მოქალაქის მხრიდან, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მონაკვეთებს, თუ სად არის დაშვებული ცეცხლის დანთება და მხოლოდ ისარგებლოს ამ ფართობებით და ამ საცეცხლურებით. ეფექტიანი არის ეს სანქციები და ეს კამპანია, დათა ესეც რომ შევაჯამოთ ძალიან მოკლედ. ეფექტიანი არის ამცირებს რაოდენობას ყოველწლიურად ტენდენციაზე როგორ ახდენს გავლენას. ტენდენციის დადგენა ცოტა რთულია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას, მაგალითად ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 6050 ჰექტარზე დაიწვა ტყე. თუმცა სხვადასხვა წლებში ცვალებადია, მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულად მშრალი ზაფხულია და შესაძლოა უფრო ფართოდ გავრცელდეს ეს ხანძრები. თუმცა, რა თქმა უნდა, გაზრდილია ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების პატრულირება, მათ შორის მონიტორინგი და ასე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, როდესაც დაემატება ტყის მცველები და გაცილებით გაიზრდება ტყის მცველების რაოდენობა, გაცილებით ესე ვთქვათ, დაუმჯობესდება აღნიშნული მონიტორინგი. ძალიან დიდი მადლობა დათა საინტერესო ინფორმაციისთვის და აუცილებლად იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც თქვენ მოგვეცით. კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე.